დაზღვევის თაღლითობებიდან საკრედიტო ბარათებამდე ადამიანები ყოველდღე ცდილობენ მოგატყუონ. გინდა რომ გაღატაკებას თავი აარიდო, ყურადღებით მოусმინე. მე ჯოშუა და დღევანდელ The Infographic Show-ის ეპიზოდში გაგიმხელთ 30 ყველაზე სულელურ ფინანსურ მახეს, რომელშიც საშუალო კლასის ადამიანები ებმებიან. ნომერი 30. YouGov-ის მონაცემებით 2022 წელს სადაზღვევო ინდუსტრია ამერიკის ყველაზე ზულებულ ინდუსტრიებს შორის მეოთხე ადგილზე იყო, ხოლო თამბაქოს, საინფორმაციო მედიასა და საკაბელო ტელევიზიებს ჩამორჩებოდა. და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ იწვევს ადამიანებში კიბოს. მიზეზის ნაწილი, რატომაც ხალხს ასეთ ძალიან სძულს სადაზღვევო ინდუსტრია, არის ფინანსური თაღლითობები, როგორიცაა მთელი სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც შეიძლება სრულად გაანადგუროს თუნდაც შეძლებული ოფისის პროფესიონალები. მთელი სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი, განსხვავებით ვადიანი სიცოცხლის დაზღვევისგან, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული წლების განმავლობაში გიცავს, მოქმედებს იმ მომენტიდან, როცა ყიდულობ, ვიდრე მოკვდები. აი მაშინ გიხდიან გარდაცვალების შემთხვევაში ანაზღაურებას და შესაძლოა პოლისის ფულად ღირებულებასაც. თითქოს სტაბილური გრძელვადიანი ინვესტიციაა. არა, სწორედ ასე უნდათ რომ იფიქრო. თანხმდები რომ მთელი სიცოცხლე გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, რაც ხშირად 8-ჯერ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ვადიანი სიცოცხლის პოლისი, მაშინ როცა სიკვდილის შემთხვევაში ნაკლებს გიხდიან, ალბათ გულის შეტევით გარდაცვალების შემდეგ, როცა საბანკო ანგარიშს შეხედავ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ნომერი 29. Pew Research Center-ის მიხედვით, ამერიკელთა 24% ფიქრობს, რომ ბევრი ფულის ქონა ცხოვრებაში ყველაზე დიდი კმაყოფილების წყაროა. ცხოვრების ხარჯების ზრდან და მეტი დანაზოგის საჭიროებამ ამერიკელები აიძულა გადადონ პენსიაზე გასვლა და უფრო დიდხანს იმუშაონ ვიდრე ოდესმე. სულ ცოტა, დანაზოგს კიდევ ცოტათი გაზრდი, ხომ ასეა? ეს კიდევ ერთი ბინძური მახეა, რომელსაც ფინანსისტები გიგებენ. აშეტეშოში ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 69 წელია. იმუშავეს 65 წლამდე ან მეტხანს და შეიძლება პენსიაზე ცხოვრების რეალურად მხოლოდ 10 წლეული დაგჭეს. რაც კიდევ უფრო ცუდია, სტატისტიკურად ეს წლები ყველაზე ხშირად სუსტ მდგომარეობაში და სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლაში გადის. მაგრამ სულ მცირე იმ სამსახურში, საიდანაც ვერ გადიხარ პენსიაზე, კარგ მანქანას მაინც ატარებ, არა? თუმცა ასე არ იქნება თუ შემდეგ შეცდომას დაუშვებ. ნომერი 28. ეს ის რამეა, რაზეც ბავშვობაში ოცნებობ. როგორ შედიხარ ავტოსალონში, ყიდულობ ახალ მანქანას და პირდაპირ იქიდან გადიხარ. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეგიძლია გააკეთო. და ეს ყველაფერი ერთი სიტყვის გამოა, რომელიც ფინანსებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ჟუანტელს გვრის. დეგაუფასურება. ახალი მანქანის ყიდვის პირველივე წელს მისი ღირებულება 20%-ით შემცირდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაეცემა. მანქანა მხოლოდ მაშინ ითვლება ახალად, სანამ ის ჯერ კიდევ სალონშია, მაგრამ როგორც კი მას გზაზე გაიყვანთ, ის უკვე მეორადად ითვლება და შესაბამისად ფასდება. მთელი ის დამატებითი თანხა, რაც გადაიხადეთ, ჰაერში გაქრება. და ყველაზე ცუდი რა არის? ყველა ამბობს, რომ მეორადი მანქანის ყიდვა ნიშნავს სხვისი პრობლემების გადმოღებას. მაგრამ ახალი მანქანა, ყველა უახლესი ტექნოლოგიით და მაღალი ჩანაცვლების ღირებულებით კიდევ უფრო დიდ სადაზღვევო პრემიას გაწესებს. და აი ასე, თქვენი ოცნების მანქანა ეხლა კოშმარად იქცევა. შემდეგმა ტენდენციამ მილიონებს დააჯერებინა, რომ მდიდრდებოდნენ, მაშინ როცა ჯიბეები ეცლებოდათ. ნომერი 27. NFT-ები, ანუ არაგაცვლადი ტოკენები ბლოკჩეინზე დადასტურებული. ჩვეულებრივად უშნო პატარა ილუსტრაციებია, რომლებიც უნიკალურობისა და რანდომიზაციისთვისაა შექმნილი. ხალხი მათ სპეკულაციური ინვესტიციის სახით ყიდულობდა, იმ იმედით, რომ იშვიათობა მათ ფასს გაზრდიდა. ისინი განსაკუთრებით პოპულარული იყო 2020-იანი წლების დასაწყისის კრიპტო აჟიოტაჟის პერიოდში. მაგრამ შემდეგ ჯერზე, როცა NFT-ს ნახავ, ბევრ გულისკენას აირიდებ თავიდან, თუ მას ასე გაიშიფრავ. ფინანსურად არამდგრადი. დაახლოებით 23 მილიონმა ადამიანმა ეს არ იცოდა და ახლა ისინი უსარგებლო ბლოკჩეინ JPEG-ები შერჩათ. NFT სკენისა და CoinMarketCap-ის მიხედვით, 73,000 NFT კოლექციიდან თითქმის 79,800-მა თლიანად აკარგა ღირებულება, რის გამოც ყველა ვინც იყიდა, ფინანსურად განადგურებულია. სრულყოფილი მაგალითია პირველი tweet-ის NFT, რომელიც დამფუძნებელმა Jack Dorsey-მ გამოაქვეყნა. ის 2021 წელს 2.3 მილიონ ფუნტად გაიყიდა, ხოლო 2023 წელს მისი ფასი მხოლოდ 1200-მდე შემცირდა. ეს $2000-ზე ნაკლებია და თუ გსურთ თქვენი ფულის შენარჩუნება, შესაძლოა თავი შეიკავოთ შემდეგ ჯერზე, როცა ყველა სპეკულაციურ საინვესტიციო ტენდენციას აიტაცებს. შემდეგი მახე ისაა, რასაც ამერიკელების უმეტესობა უკვე ჯიბით ატარებს. ნომერი 26. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ძვირია და ხელფასები არ იზრდება, ადამიანებისთვის საკრედიტო ბარათების გამოყენება უჩვეულო არის. სინამდვილეში ზრდასრული ამერიკელების 82%-ს ერთი, ხშირად კი რამდენიმე ბარათი აქვს და 2025 წელს ამერიკის საკრედიტო ბარათების საერთო ვალი დაახლოებით $1.28 ტრილიონ მიაღწია. ბევრს უჭირს სვალების დაფარვა და მხოლოდ მინიმალურ გადახდებას აკეთებს, რომ დაგვიანების ჯარიმები აიცილოს თავიდან. სწორედ ასე გიჭერენ მახეში. მინიმალური გადახდა ხშირად მხოლოდ 2-3%-ია იმ თანხის, რაც გმართებთ, მაგრამ ამ დროს პროცენტები მაინც გერიცხებათ. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტ ფულს გადაიხდით. ერთი წყარო, My Budget, ესეთ მაგალითს გვაძლევს. თუ საკრედიტო ბარათზე $5,000 გმართებთ 18%-იანი პროცენტით და ყოველ თვე მხოლოდ $100 იხდით მინიმუმად, შეიძლება მეტი, ვიდრე 20 წელი დაგჭირდეთ ვალის გასასტუმრებლად. ამ დროისთვის კი გადახდილი გექნებათ $12,000-ზე მეტი. ეს ორჯერ მეტია საწყის ვალზე.
დაფიქსდით ამაზე შემდეგ ჯერზე, როცა ვალის გადახდა საპირებთ. და ეს ნელი სისხლდენა არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გელით. ნომერი 25. 21 საუკუნეში ყველაზე მოთხოვნადი რამ მოხერხებულობაა და კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ ამის გამოყენება შეუძლიათ. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი მაგალითი, ვიდრე საკვების მიტანის სერვისები, როგორიცაა DoorDash და Uber Eats. ეს კიდევ უფრო პრაქტიკულია თუ გარეუბანში ცხოვრობ. მაგრამ ზუსტად ისე, როგორც საკრედიტო ბარათის გადახდები, ეს უამრავი პატარა ხარჯით ფინანსურად გფითავს, თუ ოდნავ ახლოდან დააკვირდები. შეიძლება აცგი დაფიქრდე, როცა პარასკევის საღამოს სამსახურის შემდეგ დაღლილი ხარ და DoorDash-ით საჭმელს იწერ, სანამ არ გააცნობიერებ, რომ ამ მიტანის სერვისებზე პროდუქტები შეიძლება 39%-ით უფრო ძვირი იყოს. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, სანამ დამატებით მიტანის გადასახადს და მძღოლის ჩაის დაამატებ. კერძი, რომელიც მაღაზიაში შეიძლება $40 დაგიჯდეს, აპლიკაციით $54.14-მდე ავა. ასე რომ, თუ კვირაში რამდენჯერმე იწერ საჭმელს, ფულს კარგავ და ვეც კი ხვდები. მაგრამ ეს არაფერია ჩვენს შემდეგ ფინანსურ მახესთან შედარებით. ნომერი 24. ვატარია. ეს ისეთივეა, როგორც ელვის დაცემა, ოღონდ ახალ საგადასახადო კატეგორიაში გადაგიყვანს. ამერიკელები დიდ ფულს იხდიან თამაში, რომელშიც თითქმის გარანტირებულად წააგებენ. ელვის დაცემით დაღუპვის შანსი დაახლოებით 1,87,000-ში. Powerball-ის მოგების შანსი 1,292,200,000-ში. ეს ახლოსაც არ არის. CNBC-ის მიხედვით, ამერიკელების ნახევარი თამაშობს სახელმწიფო ლატარიას და კონკრეტული წყაროს მიხედვით, საშუალო ამერიკელი ყოველწლიურად ლატარიის ბილეთებზე ხარჯავს $300-დან $1,000-მდე წელიწადში. ეს ფულია, რომელიც შეიძლება უბრალოდ სურვილების ჭაში ჩააგდოთ. ზედმეტი საუბრის გარეშე ბევრად უკეთესია თუ ის თქვენს ჯიბეში დარჩება. თუ ოცნებებზე ვსაუბრობთ, ამერიკული ოცნება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მახეც კი იყოს. ნომერი 23. საშუალო კლასის ოცნებაა, რომ საკუთარი სახლი ქონდეს და არ ქირაობდე. და 2024 წელს იპოთეკური გადახდები რეალურად უფრო იაფი იყო ვიდრე ქირა, რაც ალბათ ბევრ ჩვენგანს სამარიტელებთან დარეკვაზე აფიქრებს. თუმცა ამასთან ახლავს კიდევ ერთი ფინანსური მახე მფლობელებისთვის, რომელიც როგორც ჩანს, ყოველ წელს უფრო მძიმდება ინფლაციასთან ერთად. ეს არის მოვლის ხარჯები. Forbes-ის მიხედვით, ერთოჯახიანი სახლის წლიური მოვლის ხარჯი დაახლოებით $10,400 წელიწადში. წლიდან წლამდე კი 5.9%-ით იზრდება. განაცხოვრება უბრალოდ დაუნდობელი არ არის. მაშინაც კი, როცა ოცნების სიტუაციაშიც კი დაუჯერებლად ძვირი უარყოფითი მხარეები არსებობს. მაგრამ სახლები ერთადერთი გულისამაჩუყებელი შენაძენი არ არის, რომელიც ჩუმად შეიძლება გააფუჭოს შენი ფინანსები. ნომერი 22. შეიძლება გონიათ, რომ შინაური ცხოველები თქვენს ცხოვრებას ცოტა მეტ მნიშვნელობას სძენენ, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება გახდნენ ლოდი თქვენს კისერზე, რომელიც ფინანსურ უფსკრულში გითხრევთ. მოდით შევხედოთ ამერიკაში ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველს. ამჟამად ამერიკულ ოჯახებში 48.3 მილიონი ძაღლი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის ხოლის სარგებელი ძირითადად სიყვარულსა და მეგობრობაში გამოიხატება, ვერც ერთით ვერ იყიდი ლამბორგინის. მოდით ვნახოთ ერთ-ერთი ასეთი 4 ფეხა მუქთახორის ყოლის რეალური ხარჯები. Wall Street Journal-ის მიხედვით, ძაღლის შეძენის სათხისი ხარჯები მერყეობს $1,100-დან $4,400-მდე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ასევე არის სტერილიზაცია და კასტრაცია, ვაქცინაცია, წორთნა, საკვები, რეგულარული შემოწმებები, მოვლა და საჭირო ნივთები. ეს ჯამში $3,000-დან $9,500-მდე ადის. და შემდეგ უკვე დროა შინაური ცხოველის დაზღვევისთვის. და თუ ერთზე მეტ შინაურ ცხოველს აპირებთ, შეგიძლიათ ყველა ამ რიცხვს შესაბამისი გამამრავლებელი მიუმატოთ. ახლა კი ვაპირებთ ვისაუბროთ სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილ ფინანსურ ზარალზე. ნომერი 20. FT მილიონერი ხართ? ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ალბათ არა. მაგრამ იცოდით, რომ თუ მოწევაზე დამოკიდებული ხართ, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში სიგარეტებზე 1,6 მილიონი $1 დახარჯოთ. და ეს სტატისტიკა 2016 წელს გამოქვეყნდა. ბოლო 10 წლეულის ინფლაციის გათვალისწინებით, ახლა შეიძლება უკვე $2 მილიონ-მდეც იყოს ეს თანხა. მაგრამ თუ ალკოჰოლია თქვენი ლეგალური არჩევნის სტრესის მოსახსნელად, ესეც ფინანსურად დაგაზარალებთ. პანდემიამ ალკოჰოლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. ზოგიერთ ამერიკის შტატში 20%-დან 40%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, თუ თქვენ ყიდით მას, ბიზნესი აყვავებულია. 2022 წელს საშუალო ამერიკელმა წელიწადში $583 დახარჯა ალკოჰოლზე. თუნდაც არ მიაქციოთ ყურადღება სიგარეტისა და ალკოჰოლის საწყის ხარჯებს, მათი ნამდვილი ფასი მოგვიანებით ვლინდება, როცა ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედება გლობალურ ჯანდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. სჯობს, ახლავე შეზღუდოთ თქვენი ჩვევები, თქვენი ფინანსებისა და მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად მაგრად გონიათ თავის სიგარითა და სკოჩის ჭიქით. შემდეგი ჩვევა კი ისე გითხრევთ, ვერც კი ამჩნევთ. ნომერი 20. Netflix, Amazon Prime, Disney Plus, Hulu, HBO Max, Peacock და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სტრიმინგ სერვისებისა, რომლებზეც დღეს გასართობი კონტენტი ნაწილდება. თანაც ეს ყველაფერი სულ უფრო ძვირდება. სინამდვილეში Forbes-მა დაადგინა, რომ 2025 წლის განმავლობაში სტრიმინგ პაკეტები 44%-ით გაძვირდა. საშუალოდ ამერიკელი თვეში ოდნავ მეც ხარჯავს $42-ზე სტრიმინგზე, რაც წელიწადში ოდნავ მეტია $500-ზე.
და საერთოდ რეგულარულად უყურებ იმ სერვისების ნახევარს მაინც რაც გაქვს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ შეამცირო ეს ყველაფერი და უფასოდ უყურო მეტი ინფოგრაფიკ შოუის ვიდეოს აქ YouTube-ზე. ნომერი 19. სათამაშო აპლიკაციები ამჟამად ფინანსურ და ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს მთელ აშეთექშში, რაც განპირობებულია სათამაშო კანონების შემსუბუქებით. ხალხი სპორტზე, არჩევნებზე და ზოგჯერ სრულიად შემთხვევით მსოფლიო მოვლენებზე დებს ფსონს. ზოგჯერ ყოველწლიურად $1000 ხარჯავს და თითქმის არაფერს ირებს სანაცვლოდ. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ეროვნული საბჭოს შეფასებით, რომ აშშ-ში დაახლოებით 2,5 მილიონს დასრულს აქვს სერიოზული პრობლემები. კიდევ 5-დან 8 მილიონამდე ადამიანს მნიშვნელოვანი სირთულეები აქვს. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ხართ, ეს შეიძლება ყველაფრის ფასად დაგიჯდეთ. და სწორედ მაშინ, როცა გონიათ, რომ აშკარა მახეებს თავი აარიდეთ, იქ უკვე კონტრაქტები გელოდებათ, რომლებიც შესაძლებლობად არის შენიღბული. ნომერი 18. უძრავი ქონების შეძენის იშვიათი მეთოდია ქირაობით გამოსკედვის გარიგება. ეს საშუალებას გაძლევთ ყოველ ქირის გადახდაზე თანდათან დააგროვოთ კაპიტალი, სანამ საბოლოოდ არ გახდებით სახლის სრულფასოვანი მფლობელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს გარიგება თითქოს მიმზიდველად ჩანს, არსებობს სერიოზული ფინანსური მახეები, რომელთაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ გამყიდველი არასანდოა, თქვენი გადახდები შეიძლება უბრალოდ ჩაიჯიბოს, ან გამოიყენოს საკუთარი გადასახადებისა და იპოთეკის დასაფარად, რის შედეგადაც ვალი თქვენზე გადმოვა. ზოგიერთ უკიდურეს შემთხვევაში მათ შეიძლება ქონება გააქირავონ, ან ქვეიქირავნონ და დამატებითი ფულიც ჩაიჯიბონ, მაშინ როცა თქვენ არაფერს იღებთ. თუ ქირაობით გამოსკედვის გარიგებაში შედიხართ, ჯერ კარგად შეისწავლეთ ყველაფერი. ხომა შეიძლება უფრო ცუდად იყოს. დამიჯერეთ, შეიძლება. 17 ნომერი. რა შეიძლება იყოს უფრო საშუალო ფენის სიმბოლო, ვიდრე ნავიანი ეზო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრისთვის სტატუსის სიმბოლოა, ნავი შეიძლება სერიოზულ ფინანსურ პრობლემადაც იქცეს. ნავები ფას ისე კარგავენ, როგორც მანქანები, და ეს საკმაოდ ძვირი ჰობია. ნავის დაზღვევა ძვირი ჯდება და მოვლის ხარჯებიც საკმაოდ მაღალია. და თუ გისჩევნია ნავი ნავსადგურში შეინახო და არა გარაჟის გარეთ მისაბმელზე, ნავმისადგომის ქირაობაც მუდმივი ხარჯი იქნება. და რეალურად, რამდენად ხშირად გამოიყენებ მას? მართლა. ეხლა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ აფერაზე უიმედო რომანტიკოსებისთვის. ნომერი 16. ეს ტრადიცია თითქოს საუკუნეებისაა. 2 თვის ხელფასის დახარჯვა დიდ ძვირფას ბრილიანტის ბეჭედში, რომ საყვარელ ადამიანს ხელის თხოვო. თუმცა სინამდვილეში ეს ტრადიცია ასე ძველი სულაც არ არის. ეს ტრადიცია მხოლოდ 1947 წლიდან მოდის, როცა დე ბირსის ბრილიანტების კომპანიამ ეს ახალ ტრადიციად აქცია. 1940-იანი წლებამდე მხოლოდ 10%-ს ჰქონდა ბრილიანტის ბეჭედი. 1990-იან წლებში კი ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა. 2 თვის ხელფასის დახარჯვის ნაცვლად, ჩვეულებრივ ბრილიანტის ბეჭედში დახარჯეთ ცოტა ნაკლები რამე პირადულზე და ნუ გააკოტრებ საკუთარ თავს ერთი ქვის გამო. და ვალები ისევ გრძელდება. ნომერი 15. საშუალო კლასის ადამიანები კარიერისტები არიან. მათ სურთ კასში ფეხი შედგან, თუნდაც ეს ფინანსურ ექსპლუატაციას ნიშნავდეს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობაა ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე გეხელის მოწერა. ხალხი გეუბნება, რომ ეს გამოცდილების მიღებისა და ინდუსტრიაში კავშირების შექმნის ფასეული გზაა. მაგრამ თუ დრო ფულია, შენ იმსახურებ, რომ შენი დროისა და მძიმე შრომისთვის ანაზღაურება მიიღო. ახლა კი რაღაცაც ისეთი, რაც არ უნდა გაგიგვირდეს. ნომერი 14. ყველა მიცის, რომ საავადმყოფოში ატყუებენ. ეს ყველა იაფფასიანი ხუმრობის მთავარი თემაა. მაშინაც კი როცა ჩვეულებრივ პროცედურას იტარებ, შეიძლება მოულოდნელად ძალიან დიდი თახის გადახდა მომიწიოს, სანამ სერიოზული სამედიცინო ვალი დაგაწვება. აი პატარა ინფოგრაფიკა, ცხოვრების ჰაკი შენთვის. თხოვე ანგარიში ხაჯების დეტალური ჩამონათვალი, სადაც მოგიწევენ გითხრან, რისთვის გაწერეს თითოეული თანხა. და მერე ნახავ, როგორ გაქრება მაგიის მსგავსად ბევრი ხარჯი, მაგრამ გადასახადები მაინც გროვდება. ნომერი 13. ნოდა სწრაფად იცვლება და მუდმივად ახალი, იაფი და ტრენდული ტანსაცმლის კედო შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეს, ვიდრე რამდენიმე ხარისხიან ნივთში ინვესტიცია, რომელიც წლები გემსახურება. ტანსაცმელი უფრო ძვირი ხდება. საშუალო ნივთის ფასი კი $17 ან მეტს აღწევს და ეს უკვე პრობლემაა. ახალი ტანსაცმელი საშუალო ამერიკელის წლიური ხარჯების 2.3% შეადგენს. იყიდეთ საიმედო ტანსაცმელი, დაზოგეთ ფული და ამავე დროს შეამცირეთ ტანსაცმლის ნარჩენები. ყველა იგებს და ეს მხოლოდ თქვენი გარდერობია. დაიცადეთ, სანამ იმ ხარჯებზე ვისაუბრებთ, რომლებიც შეიძლება 10 წლეულების განმავლობაში გაწუხებდეთ. ნომერი 12. დახარჯავდით $33,000 ერთ-თრიან დასვენებაზე? ალბათ არა. მაგრამ ადამიანები რეგულარულად იღებენ ვალს ქორწილების დასაფინანსებლად, რომლის საშუალო ღირებულებაც ასეთია, საიდანაც 40% მხოლოდ მიღების ადგილისა და კეტერინგის ხარჯია. ნამდვილად ღირს ეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ უნდა დაქორწინდეთ. უბრალოდ გულისხმობთ, რომ სჯობს უფრო გონივრული ბიუჯეტით მიხვიდეთ, თუ არ გსურთ თქვენი საფულე წლების განმავლობაში ქორწინების მოჩვენებამ შეაწუხოს. ეს მთელი ვალი თქვენთან იქნება, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ და მაშინაც კი ვერ გაექცევით. ნომერი 11. ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფინანსური მახე, რომელშიც ადამიანები ვარდებიან, არის სიკვდილი. როგორც აღმოჩნდა, სიკვდილი წარმოუდგენლად ძვირია. პენსილვანიის უნივერსიტეტის მიხედვით, თუ თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საავადმყოფოში ცხოვრების ბოლო თვემ შეიძლება უკვე $22,400-მდე დაგიჯდეთ.
ნამდვილი დაკრძალვის ხარჯები შეიძლება იყოს დაახლოებით 7800, ხოლო კრემაციით, წრემაციით ცოტა ფულს დაზოგავთ 7000. და როცა გარდაცვლილის ქონების სამართლებრივ საკითხებს აგვარებთ, კიდევ რამდენიმე ათას დახარჯავთ. სიკვდილიც კი ვერ გიშველით კაპიტალიზმისგან. მაგრამ ნახეთ რა ხდება მაშინ, როცა ცოცხალი ხართ. ნომერი 10. იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით სქემები. გაძლევთ საშუალებას დააფინანსოთ შესყიდვები და გადაიხადოთ განვადებით. თითქოს საკმაოდ კარგი გარიგებაა. ამას PayPal-ზეც კი შეძლებთ. მაგრამ ზედაპირზე რაღაც ბნელი იმალება. ზოგიერთი ასეთი სერვისი გთავაზობთ. საკრედიტო ლიმიტს $30,000-მდე და ამ თანხის მიღება ძალიან მარტივია. თუნდაც შეძლოთ უპროცენტო გარიგების მიღება თუ გადახდას გამოტოვებთ, ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდებით და ეს სიბერემდე გაყვებათ. და როცა დაბერდებით, ახალი ფინანსური მახეები დაგხვდებათ. მეცხრე ნომერი. ასაკი ყველას მოგვადგება ბოლოს და მოგვიწევს ან საკუთარი თავის, ან ხანდაზმული ნათესავების უზრუნველყოფა. და ამ მტაცებლურ სისტემაში, რომელსაც ამერიკა ქვია, ეს შეიძლება ძალიან ძიმე ფინანსურ მახეში გაგხვედროს. ხვედროს. ელიტარულ მოხუცთა სახლებში მოვლის საშუალო ღირებულება თვეში $5,900, მაგრამ დამატებითმა სერვისებმა ეს თანხა შეიძლება $20,000-მდე გაზარდოს თვეში. და ესეც კი არ ნიშნავს აუცილებლად, რომ კარგ მომსახურებას მიიღებ. ეს შეიძლება ძალიან ძიმე ინდუსტრია იყოს და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში მოხუცებს გვერდზე ვწევთ ჩვენი ხარჯით. ადამიანების უმეტესობა ამას ვერ შეამჩნევს, სანამ ძალიან არ დაგვიანდება. მერვე, ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ ერთი მიმახეთაგანია, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ასწდები, რადგან ამისთვის შენს სიცოცხლესა და კეთილდღეობას შენს წინააღმდეგ იყენებენ. ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ყოველთვიურ გადასახადებს გადაიხდი, იმ შემთხვევაში თუ ავად გახდები ან დაშავდები, მაგრამ ხშირად უფრო მეც იხდი და ნაკლებს იხებ. ჯანმრთელობის მომსახურების მიმწოდებლები სადაზღვევო კომპანიებთან უფრო მაღალ ფასებზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ვიდრე მაშინ, როცა უბრალოდ ნაღდი პულით იხდიდი. რა მშვენიერია ეს სისტემა, არა? მეშვიდე. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ გარიგება ძალიან კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, თითქმის ყოველთვის ასეა. თუ ფულს ჩადებ და ვიღაცა კვირდება, რომ მალე გააუთხმაგებს, მაშ შეიძლება სწორედ იმ საფრთხის წინაშე იდგე, რასაც ექსპერტები მაღალი შემოსავლის საინვესტიციო პროგრამას, ანუ HYIP-ს უწოდებენ. ეს არარეგისტრირებული ინვესტიციები შემოგთავაზებს გასაოცარ მოგებას, ისეთ სარგებელს, რომ ჭკვიან ინვესტორს დააფრთხობს და მხოლოდ ყველაზე გულუფრთხილოებს დატოვებს. და მალე ისინი იმ მცირე ფულსაც დაკარგავენ, რაც აქვთ. თუ ვინმე გთავაზობს უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას, კარგად გადაამოწმე ყველაფერი, თორემ შეიძლება ვეღარასდროს შეძლო ინვესტირება. გონია თაღლითობისგან დაცული ხარ? კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ნომერი 6. როცა ეკონომიკა უარესდება, ხალხი ცდილობს როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა და სწორედ მაშინ ჩნდებიან ხელფასამდე სესხის გამცემი კომპანიები. უფრო და უფრო ხშირად, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც სწრაფ ფულს ეძებენ, პირდაპირ ამ ფინანსურ ხაფანგში ხდებიან. თუნდაც $500-დან $1,000-მდე სესხის აღების შემთხვევაში, როცა წლიური საპროცენტო განაკვეთი 300-დან 500%-მდეა, მაშინ როცა საშუალო საკრედიტო ბარათზე ეს მაჩვენებელი 15-დან 30%-მდეა, ძალიან მალე სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდებით. თავიდან აიცილეთ, ხელფასამდე სესხის განცემი კომპანიები ნებისმიერ ფასად. მეხუთე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთრალ ბიძად მოგეჩვენოთ შობას, ნამდვილად უნდა იყოთ ფრთხილად, ვიზზე ქორწინდებით. ეს შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. განქორწინება აყვავებული ინდუსტრია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით $40 მილიარდ გამოიმუშავებს. რამდენს დაკარგავთ განქორწინებისას? დამოკიდებულია თქვენს წმინდა ქონებაზე და განშორების თავისებურებებზე. ეს ჩვენი საქმე არ არის. მაგრამ ზოგადად, მედიანური ღირებულება არის $7,000, ხოლო საშუალო ღირებულება მერყეობს $15,000-დან $20,000-მდე. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, სანამ ქონებრივ დავებსა და ბავშვზე მეურვეობაზე დაიწყებთ საუბარს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, თითქოს უდანაშაულო და ტიპური საშუალო კლასის გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსურად შეიძლება მთელი ცხოვრება გაწამოთ. ნომერი 4. უნივერსიტეტში სწავლა, ოდესღაც საშუალო კლასის ყველა წევრისთვის ზრდასრულობაში გადასვლის ერთგვარ რიტუალად ითვლებოდა. მაგრამ ფრეს, როცა მოსახლეობა უფრო განათლებულია, დიპლომი აღარ ღირს იმ ბენს, რამდენიც ადრე ღირდა. მეტაფორულად ასეა, მაგრამ ფინანსურად უნივერსიტეტი ახლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ოდესმე. განათლების მონაცემთა ინიციატივის მიხედვით, ამერიკაში უნივერსიტეტში სწავლის საშუალო წლიური ღირებულება ერთ სტუდენტზე თითქმის $38,300-ია, რაც მოიცავს წიგნებს, საჭირო ნივთებსა და ყოველდღიურ ხარჯებს. ეს დაახლოებით იმაზეა, როგორც ერთდროულად 10 მძიმე ავადმყოფი შინაური ცხოველის ყოლა. და შემდეგ მოდის სტუდენტური სესხის ვალი. 42.3 მილიონი ამერიკელი საერთო ჯამში $1.81 ტრილიონი ვალს ატარებს. საშუალო სესხის ვალი თითქმის $39,400 შეადგენს, მაგრამ რთული პროცენტის სილამაზის წყალობით შეიძლება მთელი ცხოვრება იხდიდე მას, სანამ შენი მთელი სიცოცხლის დაზღვევა არ აგინაზღაურებს. მაინც არსებობს სამი ფინანსური მახე, რომლებიც კიდევ უფრო სულელურია და კიდევ უფრო უარესი. მესამე, აიღე ტრადიციული კოლეჯის ყველა ფინანსური მახე, გაორმაგე ისინი და შემდეგ დაამატე თითქმის უსარგებლო დიპლომის რისკი. და ეს არის რეალობა კომერციული კოლეჯების შესახებ. ეს კერძო დაწესებულებები ამცირებენ ხარჯებს სწავლების ხარისხზე, რადგან შემოსავალი პირდაპირ მფლობელებთან მიდის.
ამ სკოლებში სტუდენტები ორჯერ უფრო ხშირად ვერ იხდიან თავიანთ უზარმაზარ სესხებს, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულებრივ კოლეჯში სწავლობს. გაზეთი გარდიანის მიხედვით, 1995 წლიდან 2015 წლამდე კომერციულ კოლეჯებში ჩარიცხვების რაოდენობა 460%-ზე მეტით გაიზარდა. ისინი დაბალ შესვლის ბარიერს პირდებიან, რაც მხოლოდ ბურუსია უხარისხო სწავლების, უსარგებლო დიპლომებისა და დაფარული ხარჯებისთვის. ჭირივით მოერიდეთ მათ. ახლა კი საქმე მართლაც სერიოზულ ფაზაში შედის. მეორე, ოდეს მეგდომებიათ საკუთარი თავის უფროსი ყოფილიყავით. ბევრ ადამიანს ასე უნდა, იმ იმედით რომ თავს დაახტევს რუტინას და ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწევს. და მრავალდონიანი მარკეტინგის კომპანიები, ანუ MLM-ები, სწორედ ამ გრძნობაზე ნადირობენ. MLM-ები არის გაყიდვების კომპანიები, რომლებიც გიწვევენ, ყიდიან პროდუქციას, რომ შემდეგ თავად გაყიდოთ და შემდეგ გიბიძგებენ, რომ მოგება მიიღოთ ახალი გამყიდველების თქვენს ქვეშ მყოფ ქსელში ჩართვით. ფაქტობრივად, ისინი მტაცებელი კომპანიები არიან, რომლებიც გაყიდვის კონცეფციას ყიდიან. ამ კომპანიებიდან ზოგიერთი ყველაზე უარესია, რომლებიც პირდაპირ არალეგალური პირამიდული სქემებია და შედეგად დაგჭებათ სავსე ავტოფარეხი, ზედმეტი პროდუქტებით და ბევრი თავისუფალი ადგილი თქვენს საბანკო ანგარიშზე. ისინი მოგცემენ დიდ დაპირებებს იმ უზარმაზარი თანხის შესახებ, რომელსაც თითქოს მათთან ერთად გამოიმუშავებთ, მაგრამ მოგებას მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ თავადაც მტაცებელი გახდებით და ამ თაღლითობაში კიდევ უფრო მეტი უიღბლო ადამიანი ჩართავთ. Gerard Brody's აუცილებელი სერვისების კომისიის თავმჯდომარის თქმით, პირდაპირ 99.7%-იანი შანსია, რომ ფულს დაკარგავთ. თითქმის არაფერია ისეთი გარანტირებული, როგორც ხვალინდელი მზის ამოსვლა, ასე რომ ნებისმიერ ფასად თავი შორს დაიჭირეთ. ახლა კი გადავიდეთ საბოლოო ფინანსურ მახეზე. პირველი, როცა საქმე ეხება თაღლითობებს, რომლებიც მთლიანად გაგფიტავენ, არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ტაიმშერის გარიგება. ეს ფაქტობრივად გაზიარებული დასასვენებელი სახლია. თქვენ მას წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებთ, დანარჩენ დროს კი სხვები. ასე რომ, ღირებულება თეორიულად უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადგილის დაქირავება, რომელსაც მხოლოდ დრო და დრო ესტუმრებოდით. პრობლემა ისაა, რომ მტაცებელი მენეჯმენტის კომპანიები ამას იყენებენ როგორც საშუალებას, რომ კონტრაქტში ჩაქსონ, რომელიც მათ სასარგებლოდ მუშაობს. ამასობაში ისინი სრულიად გაძარცვამენ თქვენ ქონების მოვლისა და მენეჯმენტის გადასახადებით, რომლებსაც ცნობილია, რომ როცა უნდათ მაშინ ზრდიან. და სანამ ისინი თქვენს საბანკო ანგარიშს აცარიელებენ, თქვენ ძლივს გამოიყენებთ ამ ადგილს, რადგან თქვენ და ყველა სხვა მყიდველი ერთსა და იმავე პიკ ტურისტულ კვირებზე იბრძვით. ყველა აგებს, მაშინ როცა ტაიმშერის კომპანიები სარგებელს იღებენ. თუ ვინმე ცდილობს ტაიმშერის ბინა გაგიყიდოთ, უბრალოდ შემოbrundით და რაც შეიძლება შორს გაიქეცით. ეხლა ნახეთ, ეკონომისტები როდის პროგნოზირებენ აშტშს ეკონომიკის კრახს. ეს არის თარიღი. ან ამის ნაცვლად ეს ნახეთ.